ჩვენ შევდივართ shinsonic.exe-ში, GTA 5-ში. shinsonic.exe და მისი თანამზრახველები აპირებენ Sonic-ის ყველა მეგობრის შეჭმას და ვერავინ შეძლებს მათ შეჩერებას. შევძლებთ თუ არა ქაოსის ზურმუხტების მოპარვას და ჩვენი shinsonic-ის ფორმის ყველაზეძლიერად განვითარებას, რომ შევიდეთ მასში და დავამარცხოთ იგი. წავედით! აი, როგორ მსიამოვნებს კარგი პარაშუტით ხტომა. აქედან მთელი ქალაქის დანახვა და იმის ყურება, რომ იქ არის გიგანტური მონსტრი, რომელიც ენაშლის და უნდა შეჭამოს მსოფლიო. და ერთი წუთით, რა ჯანდაბა? რა არის ეს ყველაფერი? ენაზე კიდევ წყეული ციხესიმაგრეც აქვს. და ნახე, ენა იქამდე ჩადის ქვემოთ. კარგი პარაშუტით მიუახლოვდები. აი მივდივარ, ჯანდაბა. ეს როგორ მოხდა? კარგი, ამ მხრიდან მიუახლოვდები. და აი მოვედი, აქ ვარ. პირდაპირ თვალებში მომხვდა, ბიჭებო, მაგრამ რა ხდება აქ, Tails? ეს ყველაფერი რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო Sonic, საშინელებაა, კარგია რომ მოხვედი. მონსტრი Shinsonic X-ე გამოჩნდა და თავისი ენა მთელ ქალაქში გავრცელა. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ემი პირში ხანს გამომწყვდეული. თავისი დამხმარეები გამოუშვა და შეუძლებლად ჩანს მათი დამარცხება. ასე რომ ფრთხილად იყავი, რადგან არა მხოლოდ ეს, არამედ მან ჩვენი მეგობრები და მტრებიაც გამოამწყვდია. მათ ქაოსი ზურმუხტები აქვთ, დიახ! კარგი, Tails, გაჩერდი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მომეცი. მე ხომ მძლარბი Sonic-ი ვარ და აქ ვარ. ნუ იდარდებ, ამ პრობლემას მე მოვაგვარებ. სუპერ, საოცარი იქნებოდა, რომ ქაოსის ზურმუხტები მოიპარო, რომ ყველა გამოცდა გაიარო, ყველა მტერი დაამარცხო და ბოლოს Shinsonic-ი წერტილი X-ე დაამარცხო. მაგრამ უნდა იცოდე ერთი რამ, ეს ზურმუხტები დაცკავლილია და გაფუჭებული და ისინი შენ Shinsonic-ის ფორმად გარდაქმნიან, რომელიც საშინელებებით ვერ შემაშინებ, Tails. მე გმირი ვარ და გმირები არასდროს ნებდებიან. პირველი სუპერფორმა. რა ჯანდაბა, Tails? სინათლის Shinsonic-ად გადავიქეცი. ეს რა უბედურებაა? გიქარი რომ ზურმუხტები დაცკავლილია, რადგან მხოლოდ ეს ზალა შეძლებს Shinsonic.exe-ს დამარცხებას. ეხლა ენერგიის მიმღებები უნდა გაიარო სინათლის ზალის გამოყენებით, რომ პირველ მტერთან მიხვიდე. კარგი, იყოს ასე. მიუხედავად იმისა, რომ მონსტრი ვარ, მგონი ეს შემიძლია. უცნაური ფორმები მაქვს, მაგრამ არ დავნებდები. ფიქრობ, რადგან სინათლისგან ვარ და ასეთი მაგარი რაღაცები მაქვს, შემიძლია ვიფრინო. კი. კარგი, ეხლა ამ ენერგიის მიმღებს სინათლის სხივი უნდა მიუშო, რომ გავტეხო. და მგონი ეს შემიძლია. წამოდი. სინათლის ძლიერი სხივი პირდაპირ მიმღებისკენ. დიახ, გამეცალე გზიდან, სულელო მიმღებო. ეხლა მგონი შემდეგზე გადავდივართ. მიიღეს, ორმაგი სინათლის სხივო. დიახ, მთლიანად გადავაგდებ. გითხარი, დაეცე. მოდი, დიახ, ეს ძალიან მომწონს. ეხლა მგონია, რომ ამ მიმღებს სინათლის ტალღებით გადავაგდებ. მიიღეს, სინათლის ტალღავ. აჩა! მოდი, ჯანდაბა, გითხარი, წადი. დიახ. საკმაოდ კარგად იმუშავა, ძალიან მომწონს. ეხლა კი ბოლო მიმღები, მგონი უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო. მოვემზადები, ავირებ აჩქარებას და გამოვიყენებ სინათლის მთელ ძალას, რომ კარგი ზემოქმედება მოვახდინო. ასე რომ, აქედან მზად ვარ. მოემზადე სინათლის მიმღებო, რადგან მთელი ძალით მოვდივარ. დიახ, ეს საოცარია. ამ სინათლის ძალით მგონია, რომ ნებისმიერს შევაჩერებ, მათ შორის შენც. ღმერთო, Sonic, მადლობა ღმერთს, რომ გამოჩდი, თქო გადამარჩინე. დაგივარდა. შენ სინათლის პატარა არსებალ, ვერ მიაღწევ ჩვენს ლიდერთან, რომელიც იფხრობს ამ სამყაროს. ასე რომ მოემზადე, რომ ჩემი პირით შეგჭამო. Sonic დარდ პიპერხებში, მის სუსტ წერტილში. მართლა? მოდი შევამოწმოთ. დიახ. ვაუ, მართალი იყავი Metal Sonic. მშვიდობით, სულელო, მშვიდობით. დიახ, კარგი მეგობარო, მოიცადე, გაგათავისუფლებ. დიდი მადლობა, რომ გამათავისუფლე მეგობარო. ეხლა უნდა გამოიხენო ზურმუხტის ზალა, რომ გააუმჯობესო შენი ფორმა. და მე გადავიქცევი ტრანსპორტად, რომ დაგეხმარო. ნახეს. დიახ. ეხლა მზად ვარ გავიაროთ სიკვდილის მოსახვერი. მართალი ხარ მეგობარო, მაგრამ ჯერ ჩემს ფორმას გავაუმჯობესებ. ადრე სინათლის ძალა მქონდა. ეხლა ვნახოთ რა ძალა მაქვს.
სწრაფად. ამ მომენტიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გააუმჯობესო შინ სონიკის ფორმა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას შინ სონიკი, შეძლებ მისგან გათავისუფლებას. ასე რომ მე რომ შელვიყო, ვიჩქარებდი, დრო იწურება. არა. დიახ. მე ვარ წყლის შინ სონიკი. ეს საოცარია. და ამ ძალით შევალ ჩემს ახალ მანქანაში. აი რა მაგარია. ავიგებ ცოტა აჩქარებას და მივდივარ სიკვდილის რამპაზე. დიახ, მივდივარ. წავედით. ვაჩქარე, ბოლომდე ვაწევი და მივდივარ ძევით. დიახ. ხმერთო ჩემო, ძალიან შორს გავფრინდი, მაგრამ შემიძლია გამოვასწორო ეს მეტალ სონიკის ტურბოთი. აი ასე, წავედით. სწრაფად მივდივარ უკან დასაბრუნებელ რამპაზე. და შევდივარ აქ, წავედით. საოცარი დაშვება. ეხლა კი ვაჩქარებთ მეტალ სონიკ. აქ არის რამდენიმე მწერი, რომელსაც უნდა გადაუარო და გავანადგურო. ჰო. წავედით, გადაუარე, შესანიშნავია. და სანამ მანქანა რამდენიმე მათგანს გადაულის, მე ჩემს წყლის ძალას გამოვიყენებ, რომ აქედან გავაგდო ისინი. ხო. წყლის გასროლა. და რა სიტყვით ამაზე? წყლის მორევი, წავედით. კი, თითქმის აღარ დარჩა მტრები, მხოლოდ შენ კარგად ცენ და აქედან გაგაგდებ. კი, და შენს ლუზერო, სამუდამოდ დამემშვიდობე. ეხლა კი ბოსს ვებძვი, ხომ ასეა? ღმერთო ჩემო, სონიკ, კარგია რომ სწრაფად მოხვედი. უნდა დაამარცხო ის. მისი სუსტი წერტილი არის. შუმად იდიოტო, მე სუსტი წერტილი არ მაქვს, მხოლოდ ძლიერი მხარეები მაქვს. და მე გამოვიგენებ მათ, რომ გაგანადგურო და ბატონისკენ ვერ მიხვიდე. ეს შენი დასასრულია, სონიკ. ცხალი, მისი სუსტი წერტილი ცხალია. მართლა? მაშინ აღარაფერი თქვათ. ნახე ჩემი ახალი შეტევა უკნიდან. გიგანტური წყლის ბურთი. აი ეს მიიღე. დიახ. იგძენი ძალა იდიოტო. და ნახე როგორ დაგამთავრებ სულელო. შემდეგ ჯერზე ორჯერ დაფიქრდები, სანამ ჩემთან დაპირისპირებას გადაწყვეტ. და ეხლა ნაკლზი გათავისუფლებულია ციხიდან. დიდი მადლობა, სონიკ. ახლა შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო ქაოსის ზორმუხტი და ფრთხილად იყავი იმ ციხესიმაგრესთან. იქ ძალიან საშიში არსებებია, რომლებიც უნდა დაამარცხო. მაგას ვაკეთებდი სულ ნაკლს. სულ საშიშ არსებებს ვამარცხებდი. კიდევ რამდენიმე თუ იქნება, არაფერი მოხდება. წინ ზურმუხტო, მომეცი შენი ძალა. კი, ეხლა მე ცეცხლოვანი შინ სონიკი ვარ. ვაუ, ეს რა ცეცხლოვანი ძალა. ეხლა ნამდვილად მზად ვარ ამ სულელურ ციხესიმაგრეში წასასვლელად. ნაკლზი ამბობდა, რომ იქ რაღაც საშიში მტრები იქნებოდნენ, არა? მათ დავამთავრებ კარის ჩამოგდებით, ჩემი ცეცხლოვანი სუნთქვით. როგორც ჩანს კარი არ ვარდება, მაშინ სხვა მეთოდებს გამოვიყენებ. აი ესე, მარტივად გამოვიდა. და ეხლა რა? ჩონჩხებო, ცეცხლოვანი מחვილებით, ეს არ მაშინებს. აი ეს და ეს. ჩავარდი კუბოში, ეხლა კი იქვე დაგწვავ. დიახ. გძნობთ ცეცხლს და ჩემს დამწველალებს? დიახ, ეს ხომ ძალიან მარტივია. ამ ადგილის გავლა ადვილია. ხოლო ცოტათი რთულია ასვლა, რადგან დახრილია და აი ჩონჩხები ველოდებიან. რა სიტყვით მეგობრებო, თუ ჩემს ცეცხლმფქვევს გაიცნობთ? დიახ. აი რომ აღარასდროს მოგინდეთ ჩემთან დაპირისპირება. და აი კიდევ არიან. აბა ეს სცადეთ. ცეცხლის ბურთი. ეხლა კი ჩემი ცეცხლის ტალღა. დიახ. არ ვიცოდი რომ ჩონჩხი ასე ძალიან შეიძლებოდა დამწვარიყო. სულელი, კიდევ ცოტა და ამ ციხესიმაგრიდან გავალ. ზუსტად აქედან. აი კიდევ არიან. აბა ეს სცადეთ. ცეცხლის ტორნადო. დიახ, ბოდიში ჩონჩხებო, მაგრამ თქვენ ყველა ჩემი ცეცხლოვანი ქარიშხლის შუაგულში აღმოჩდით. ასე რომ ყველას ძალიან გთხოვთ ბოდიშს. მაგრამ ეს გამოცდა წარმატებით დავძლიე. დროა შემდეგ მხეც შევეჭიდო. ასე რომ შენ სულელო ურჩხულო, დამიბრუნე ის კაცი და მომეცი შენი ზურმუხტი. მართლა გონია რომ ამ სულელ ასებას გავათავისუფლებ. სონიკ, გთხოვ, გამომიყვანე აქედან და მის ფეხში საშინლად ყარს. ჩუმად სულელო.
ამ უბეგულს გავანადგურებ. ისევ ვცემ, რომ არად დროს გაბედავს ჩვენს ბატონთან ჩარევას. სხვათა შორის სონიკ მისი სუსტი წერტილი ცეცხლია. შემო მეგობარო, ეგ თავიდანვე უნდა გეთქვა. მიიღე, ეიღე ეს და ეს. და ეხლა, ჩემი ცეცხლის ტალღა ძალიან შორს გაგაგდებს აქედან. სულელო, დაიწვი ჯოჯოხეთში. დიეხ. დიდხანს აერში ვერ გავჩერდები. უნდა ვიჩქარო და დიახ, მოგეწონა ეს დოქტორ ეგმენ. თუმცა ნახე უკვე გამოგიყვანე ციხიდან და ყველაფერი. დიახ, მადლობა სონიკ. ბნელით გაძლიერებული მოტოციკლი დაგიტოვე ქაოსის ზურმუხტის გვერდით, რომ შემდეგი სიკვდილის რამპა იყო. კარგი, არასდროს მიფიქრია რომ ამას ვითხოვდი, მაგრამ მადლობა დოქტორ ეგმენ. რა უცნაურად ჟღერს. მგონი ამის თქმის შემდეგ უნდა ვიბანაო, მაგრამ ჯერ ეს ზურმუხტი უნდა ავიღო. ლურჯი ცხლის იყო, წითელი ცეცხლის და ესი ისფერი. ნეტავრისი იქნება. მოდი შევამოწმოთ. ღმერთო ჩემო, ეს სიბნელისა. ეხლა ბნელი ძალები მაქვს, ბნელი მოტოციკლი და მისია შესასრულებლად. ასე რომ მივდივარ. მოტოციკლის მართვა რთული იქნება, როცა საშინელი ბნელი არსება ხარ, მაგრამ მე შემიძლია ეს. ძრავას ქოქავ და მივდივარ სიკვდილის რემპაზე. დიახ. წამო, კარგად ვიჭერთავს და ეხლა ზევით ავდივარ. tartav turbos. წამო. ცოტა გადავედი გზიდან, მაგრამ შემიძლია გამოვსტორდე და მთავარ ტრასაზე დავბრუნდე. წამო, ზუსტად აქეთო? აქ ვარ, ღმერთო ჩემო, დამუხრუჭე, მადალენო. მთელი ტერიტორია რამდენიმე ნაღმითაა გარშემორტყმული, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. კარგი, აქედან ავწდები, ეხლა აქედან. იქნებ ეხლა კვამლი მხედველობას მიბინდავს, მაგრამ ეს ხელს არ შემიშლის მიზნების მიღწევაში. აქედან ახლა ამ მხრიდან იდეალურად და რა თქმა უნდა, აქედანაც კარგი, ესე კარგად გამოდის. აქედან ავწდები, იქიდან ავწდები და ეხლა ცოტა აქ შევდივარ, რომ აქედან შევბრუნდე. თითქმის მეგონა რომ ჩავარდებოდი, საბედნიეროდ დროულად შევძელი ამის თავიდან აცილება. წავედით, ერთი შეხება აქ, კიდევ ერთი აქ და ბოლოს ტურბო. და თითქმის ჩავარდი, მაგრამ ჩემი მოტოციკლი, ჩემი მოტოციკლი კი ნამდვილად ჩავარდა. მაგრამ კარგი, მე ისევ აქ ვარ და უნდა გავუმკლავდე პარკურს. ხო და ეხლა ბნელი არსება ვარ, ასე რომ არანაირი პრობლემა არ მოქვს ამ სულელური პარკურის დამარცხებაში. უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიარო და ქვემოთ არ უნდა ჩავიხედო, რადგან თავბრუსხვევა მეწყება. ასეთ ვარდნას ვერავინ გადაურჩებოდა. ასე რომ წავედით, ვერ დავნებდები, უნდა ვაგზელო ზემოთ ასვლა გაჩერების გარეშე აქედან. დიახ, პარკური დაუძლიე, კარგია, რადგან პარკურები მძულს. ეხლა აქ ვარდები და არა, კიდევ ერთი პარკური წინ ხდება, მართლა. სხვა გზა არ მაქვს, ეს პარკურიც უნდა გავიარო, ისე როგორც წინა. ბოლოს და ბოლოს სიმნელი ზალა მაქვს, ასე რომ შეუჩერებელი ვარ. დიახ, კარგი, აქედან ავდივარ. ეხლა კი აქედან. გვერდით ავდივარ, წავედით, არ მებდები. თითქმის დავარდი, ეს ფატალური შესდომა იქნებოდა ეხლა. ეს ნახტომი საერთოდ არ მომწონს, მაგრამ შემიძლია გავაკეთო. ჯანდაბა, დავარდი და თითქმის სიცარიელეში ჩავარდი. მოდი, არა, ისე ვარდები და ერთი წამით ჩანს რომ ვარდები. მგონია თუ ფრთხილად წავალ. აი ესე. კარგი, ესე სწორად ვაკეთებ. ეხლა ამ მხრიდან ავდივარ და ამ მხრიდანაც და უკვე მორჩი. ეს ნახტომი თითქმის სიცოცხლის ფასად დამიჯდა. მაგრამ როგორც ჩანს, შევძელი და ბოლოს შემიძლია ბოლო მხეს შევეჭიდო. დიდ საბოლოო მტერზე ადრე. ჯო. კეთილი იყო შენი მობრძანება ბოლო ბოსთან. ნამდვილი ბოსის წინ. მართლა გონია რომ დამამარცხებე. სხვები უბრალოდ სუსტიები იყვნენ. მაგრამ მე მეგობარო, მე ვარ შინ შადოუ. მე დაუმარცხებელი ვარ და სონიკ, მას აქვს სუსტი წერტილი, უნდა გამოიყენო ეს. მოიცადე ერთი წუთით, შადოუ. ნუ მეთქვი რომ მისი სუსტი წერტილი სიბნელია. როგორ? დიახ, მართალია. როგორ გაიგე ეს? და არ ქვი ამას ინტუიცია. სიბნელე არ მოგწონს, ხომ ასეა მეგობარო? მაშინ ნახე როგორ ვათავისუფლებ ჩემს მთელ ბნელ ძალას და როგორ გასრულებ საბოლოო ბნელი ბურთით. დიახ. სრულია დავაოთქლე და თანაც შადოუ ციხიდანაც გამოგიყვანე. მოდი ადექი მეგობარო, ცოტა გამოფხიზლდი. მადლობა რომ გამომიყვანე სონიკ, თუმცა შეიძლებოდა ცოტა ნაკლებად უხეში ყოფილიყავი. მოკლედ, მხოლოდ ერთი ზურმუხტი გაკლია რომ შენი საბოლოო ფორმა გახსნა და ბოსთან წასვლა შეძლო. მაგრამ პრობლემა ისაა რომ ის იმ ყველა ეკლიან ხაფანგს მიღმა, რომლებიც ისევ და ისევ მეორდება. ამიტომ მოგცემ ჩემს ქაოსის ძალას რომ შეძლო მისი გამოყენება და ზუსტად საჭირო მომენტში გაიარო. მადლობა შადოუ, შენ ნამდვილად
მეგობარი ხარ. მადლობა შენი ქაოსის ძალისთვის. ვაუ, ეხლა უფრო სწრაფი ვარ. და ყველაზე კარგი ის კი არა რომ სწრაფი ვარ, არამედ ის რომ ამასაც შემიძლია ქაოსის კონტროლი. დიახ, პრაქტიკულად დრო ჩერდება და ბევრ წამს ვიგებ რომ ზუსტად ის ადგილი ავირჩიო, სადაც გავივლი ისე რომ არ გავნადგურდე. მგონი შეიძლება აქედან. დიახ, მოიცადე, გამორთავ და ისევ ჩავთავ, რომ აქ ძალიან სწრაფი და მარტივი გაქცევის გზა მქონდეს. მადლობა შენი ძალისთვის, Shadow. ეხლა შემდეგზე გადავდივარ. ქაოსის კონტროლი. ვაუ! აქ საკმაოდ ნათელი ხვრელია, უბრალოდ ცოტა უნდა დავიცადო. და გასასვლელი ძალიან მარტივია, ძალიან ადვილია გასვლა. ეს იყო. და ეხლა ქაოსის კონტროლი კიდევ ერთხელ. და მოიცადე ერთი წუთით. მთელი ძალა დავხარჯე. ეს ნიშნავს, რომ ქაოსის კონტროლი აღარ იქნება. თუ ზურმუხტი მინდა, ზუსტად საჭირო მომენტში უნდა გავიარო. რთული იქნება. მაგრამ 3-ზე შემიძლია გავაკეთო. 1, 2 და 3. მოდი, არ შეიძლება ესეთი რთული იყოს. 1, 2 და 3. 3 და 3. დიახ, გამიჩირდა, მაგრამ შევძელი და ეხლა მზად ვარ დაგამთავრო სულელო მონსტრო. მართლა გონია რომ შეძლებ ჩემს დამარცხებას. ნახე რა გრძელია ჩემი ენა, შეუჩერებელია. ახლა უბრალოდ გადავყლავავ ემის და დაგამთავრებ. სონიკ, თორდა და მაჩინი აქ შიგნით ძალიან ცუდი სუნია და მებისმიერ წამს შენჭამს. ძალიან მინდა რომ დაგეხმარო როგორც ხვედი, მაგრამ მას სუსტი წესდები არ აქვს, უნდა დაამთავრო ის. ამ შემთხვევაში ამ ბოლო ქაოსის ზურმუხტსაც შევიწოვი და ეხლა კი ქაოსის ყველა ზურმუხტის ძალით ჩემს საბოლოო ფორმას მივიღებ. წავედი! დიახ, ყველა ელემენტი ერთშია გაერთიანებული. რას ფიქრობ შინ, სონიკო? ეს შენი დასასრულია. არ დაუშვებ ამას. ჩემს ენას შევაგროვებ, რომ შეგჭამო და დაგასრულო. სონიკ, გადამაჩინი. შეგიძლია. მართალია, მან თლიანად უკან წაიღო ენა, მაგრამ არა უშავს. აქ ვარ, მზად ვარ, დაგამარცხო, წყეულო მონსტრო. ჟანდაბა, უნდა ნახო რა ძლიერია. თანაც მე შინ სონიკის საბოლოო ფორმაში ვარ, მაგრამ მაინც ვერ დავნებდები. ყველაფერს მოგახვედრებ. მიიღეს და მოდი აქ, სულელო მონსტრო, მოდი. დიახ, მოდი გაგანადგურებ და ემის გამოვიყვან შიგნიდან. ჩემი დანარჩენი მეგობრები უკვე გადავარჩინე. მაგრამ ეხლა მხოლოდ ის დარჩა, რომელიც შენს ბინძურდა საზიზღარ პირშია, ასე რომ არ მოგცემ საშუალებას მომიღო ბოლოს სულელო. აი ეს და ეს. მოდი. დიახ, არ დავნებდები ბოლომდე. მე გავიარე ბინძური და სუნიანი პირი. ენა სავსე იყო ურჩხულებითა და მწერებით და მე ყველა დავამარცხე შინ სონიკის დაწკევლილი ზურმუხტების ძალით. ნუ იფიქრებ რომ ეხლა შევშინდები. ნუ იფიქრებ რომ ეხლა ბრძოლა შევწყვეთ. მე მაინც დაგამარცხებ. თუნდაც ეს ბოლო იყოს რაც გავაკეთებ. გავათავისუფლებ მთელ ჩემს ძალას, თუნდაც ეს ნიშნავდეს ჩემი ფორმის სამუდამოდ დაკარგვას, ასე რომ მოემზადე. ეს შენი დიდი ფინალი იქნება. მოდი. ყველა ელემენტის ძალას ერთში მოვახვედრებ და თუნდაც ეს ნიშნავდეს მთელი ჩემი ძალის დაკარგვას. რირს თუ ამით სამყაროს გადავარჩენ, დიახ, მე სრულიად დავამარცხე იგი. გავანადგურე და ფერფლად ვაქციე. თუმცა ეხლა ჩემი ძალა დაკარგულია. მაგრამ ერთი წუთით, თუ მე დავეცი, ეს ნიშნავს რომ ეიმიც დაეცემა. არა, აი ისა, ხედავ მას. ეხლა გაუძელი, ეიმი. აქ შენთან ხარ, უვნებელი და უსაფრთხო. ასე რომ ეხლა ნუ იდარდებ. აღარ არის საფრთხე, აღარ არის მონსტრი და ყველა გადარჩენილია. ასე რომ ვფიქრობ, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და ბედნიერად წავიდეთ პარაშუტით ხტომაზე. დიახ.